მომიტანეს დაუმარხე. ეხლა ცოტა ხურმას-გულმას დაიცვენა. ველოდებით ექსპერტის პასუხს. იყოს ნათელი და სიმართლე. რუსუდან ბერიაშვილი, სასამართლო მედიცინის ასოცირებული პროფესორი. რა ეტაპზე ჩაერთეთ გვამების ექსპერტიზაში და სამივე გვამის ექსპერტიზას აკვირდებოდეთ თუ არა თავიდანვე დასაწყისიდან? სამწუხაროდ გვამების ექსპერტიზაში ცოტა მოგვიანებით ჩავერთე, თუმცა დავესწარი ბოლო გვამის ერთ-ერთი გვამის ექსპერტიზას თავიდან ბოლომდე. დანარჩენი გვამებით ჩემი თვალით ნახე, შემიძლია დავადასტურო, რომ ისინიც გამოკვლეულია დეტალურად. გარდა ამისა აღებული მასალა არსებობს, რომელიც გამოკვლევაც გრძელდება ლაბორატორიებში და ექსპერტიზის დასკვნა დადებს ყველა ამ გამოკვლევის შედეგს. ჩემი ჩართვა მოხდა მაშინვე, როგორც კი ოფიციალური მიმართვა მოვიდა სამართალდამცავი ორგანოებისგან, სახალხო დამცველის წარდგინებით ვარ ამ ექსპერტიზაში ჩართული. როდიდან ჩაერთეთ, ეგ რომ გითხრათ რიცხვი? ჩავერთე ორშაბათიდან. ამ განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ სახელმწიფო ექსპერტიზას და თქვენ ამ ეტაპზე უკვე? ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამ წუთას, ისე რომ ყველაფერს გახსნილად მუშაობთ, ამჟამად ვარკვევთ ყველა დეტალს ერთდროულად და საქმის დასრულებამდე ჯერ ძალიან შორია, ასე რომ თუ რაიმე განსხვავებული იქნება, მე აუცილებლად დავაფიქსირებ დასკვნაში. რა მიმართულებით მუშაობთ ძირითადად? რა კითხვებია ექსპერტიზის წინაშე დასმული? სტანდარტული კითხვებია ექსპერტიზის წინაშე დასმული, თქვა სიკვდილის მიზეზი, თქვა შესაძლო საკითხები, რაც შეიძლება ცეცხლსასროლ დაზიანებებს ახლდეს. ასე რომ ყველა კითხვას, რაც დასმულია და გარდა ამისა თუ რაიმე დამატებითი შეიძლება არსებობდეს, რაც მნიშვნელოვანია საქმისთვის, ასევე გაეცემა პასუხი. რაც მთავარია, თუ ეს შესაძლებელია დადგინდეს ისეთი მდგომარეობაში მყოფი გვამებისთვის, როგორიც ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს. ანუ ეგ მინდოდა მეკითხა 8 თვის შემდეგ ექსპერტიზა და ძალიან დაგვიანებული არ არის, უკვე გახსნილი არ არის ხეული? იცით რა, დაგვიანების თემა ალბათ არ არის საკითხი, რომელზეც შეიძლება ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე ჩატარდება ექსპერტიზა, მით უფრო ინფორმატიულია. ეს რომ ჩატარებული იყო, თქვა, ძალიან მოკლე დროში, უფრო მეტი საკითხის გარკვევა და უფრო სერიოზული და ზუსტი დასკვნების დადება იქნებოდა შესაძლებელი. 8 თვის შემდეგ ცოტა უფრო მეტიც კი გასული 8-ზე. რა თქმა უნდა, ესენი სერიოზულად შეცვლილია და ბევრი საკითხის გარკვევა გაჭირდება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ისეთი მეთოდები, თქვა, სასამართლო მედიცინაში, რომელიც ბევრი საკითხის გარკვევაში ალბათ დაგვეხმარება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ინფორმატიული იყოს ეს დასკვნა. რამდენად გაქვთ დამოუკიდებლად მუშაობის ან განსხვავებული მოსაზრების გამოთქმის საშუალება ამ ეტაპზე? აბსოლუტურად მაქვს როგორც დამოუკიდებლად მუშაობის, ასევე ჩემი აზრის გამოთქმის, დაფიქსირების და არანაირ ზეწოლას არ აქვს ადგილი ჩემს.